და სიუჟეტის ავტორი შემოგვიერთდა ამასობაში ჩვენი ჟურნალისტი მარიამ იმედაშვილი. მარიამ, პირველ რიგში მინდა გკითხო აგვაგდო მარიამ. საოცარი ბავშვის შესახებ. რომ ერთია სიუჟეტით უყურებ და აქედან გავიცოთ, მაგრამ მეორე რომ შენ ძალიან ახლოს გაიცანი ის. როგორია? მოგესალმებით წაყვანებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ამ სიუჟეტის გადაღება ჩვენთვის იყო ძალიან რთული თორნიკეს გამო, მაგრამ როდესაც გავიცანით ყველაზე მაგარი ბიჭი, ნათელი თვალებით, ჩემპიონი დათი, რომელმაც ამ ასაკში დაამარცხა სიმსივნე და ისეთი რთული გზა გაიარა, მშობლებისთვისაც რთული იყო და საერთოდ ყველაფერს თავიდან დავიწყებ, რომ 2 წლის წინ ჩვენც თორნიკესთან ერთად გავიარეთ ეს ამბავი, გავიგეთ და ძალიან რთულია შენ კოლეგას სხვანაირი თვალით რო დაინახავ, სხვა კუთხით გადაიღებ და მithumetes ამ ძიმე გზაზე ჩვენ თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენთვის იყო რთული კოლეგებისთვის და დარწმუნებული წარმოდგენაც კი არ მინდა თორნიკესთვის რამდენად რთული იქნებოდა, თუმცა მიხარია რომ ჩვენს კოლეგას, ჩვენს მეგობარს ყავს ჩემპიონი შვილი. თვითონ სიუჟეტი ძალიან სწორ მესიჯს ატარებდა, რომ სიმსივნე განაჩენი არ არის და ვინც ახლა გადის აი ამ რთულ გზას, ვუსურებ ძალას და გამარჯვებას, რომ ძალიან დიდხანს იცოცხლონ და ბევრი წლის მერე თქვან, რომ მე ერთ დროს დავამარცხე. ამ ვერაგი დაავადების დამარცხება, ჩემი აზრით, პირველ რიგში იწყება საკუთარი თავიდან. ფსიქოლოგიურად, შენი ტვინიდან, როგორ ხარ მზად, ემოციურად, როგორ ებრძვი ემოციურად ამ დაავადებაზე, შემდეგ უკვე არის ყველაფერი. სხვა გეთანხმები და ასეთ დროს ალბათ ყველაზე რთული არის მშობლებისთვის. ის ყველა ეტაპი რაც არის გასავლელი, იმიტომ რომ აი თორნიკემაც აღნიშნა, რომ ყველაზე რთული იყო საოპერაციოში ბავშვის შეყვანაო და მეც მქონია ასეთი შემთხვევა, ჩემი შვილი მომიწია, რომ საოპერაციოში შემოყვანა და ხალხო დამიჯერეთ, ეგეთი რთული წამები ცხოვრებაში უბრალოდ არ არსებობს და ასეთ დროს მართლა მშობლის გამხნევება, მშობლის სიძლიერე, მშობლის განწყობა არის ალბათ ყველაზე ეს დავიდნა. ამალი. ესე იგი შარშან იყო, რომ ერთი დღით დავტოვე ფილტვების ანთებით. ჩემი შვილი მოუკვდი 2 დღე ვიყავი მკვდარი, აი ვეღარ გავიგე რა მექნა, აი წარმოიდგინე რა. თორნიკემ ზუსტად ეს თქვა, რომ იმაზე ვფიქრობდი ყველაზე ბევრს, რომ გადამერჩინა ჩემი შვილი და გადამერჩინა ჩემი თავი. აი ამ დროს სხვანაირი გვერდში დგომა ჭირდება, როდესაც აყვარელ ადამიანს ესეთი ძიმე ვერაგი დაავადება აქვს და ფიქრობ, რომ გვერდში სხვადასხვა რაღაც შეიძლება გამონახო ასეთ დროს ადამიანმა, რაც იქნება შენთვის აი საშუალება გადარჩენის და აი თორნიკესთვის რა იყო? თორნიკესთვის იყო ეს რატანი, რომელიც აღმოაჩინა და აკეთებს ძალიან ბევრ სანათებს, აბაჟურებს, ძალიან ლამაზია და თავიდან გავოცდი საერთოდ რომ ნახე, იმიტომ რომ რთულად გასაკეთებელია და თან მნიშვნელოვანი ისიც არის, რომ საქართველოში საერთოდ არ მოიპოვება რატანი და მიხარია, რომ აი ეს წამოწყება თორნიკე გააძლიერა და თან ეს ჰობი უკვე შეიძლება რომ პროფესიად გადააქციოს. ჟურნალისტიც იქნება და თან იქნება ჰობი, რომელიც შეუძლია რომ გადააქციოს მეორად პროფესიად. ასევე იყო ხატვა, პირად საუბრებში მეუბნებოდა, რომ ხატვამ ძალიან უშველა და არ ვიცი, ინტერვიუს ჩაწერის დროს მართლა გავიყინე ადგილზე, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, როგორ უნდა მოქცეულიყავი, იმიტომ რომ მინდოდა რომ ეს მთელი გვერდში დგომა სხვანაირად გამომეხატა და მთელი გადამღები ჯგუფისთვის ეს იყო თორნიკეს აღმოჩენა, თორნიკეს ახალი ნიჭი და თორნიკეს გვერდში დგომა ჩვენ როგორც შეგვეძლო და შევწელით. კი ბატონო და ეს მათი გამარჯვება არის ყოველას და ყოველთვის დამსახურება პირველ რიგში ჩვენი ჩემპიონი ბიჭის, რომელიც მართლა ჩემპიონია. მარია, მადლობა ასეთ საოცარი სიუჟეტისთვის. მაყურებელს უნდა უთხრათ, რომ შენი პირველი ეთერია. ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, მარია. ძალიან მიხარია, რომ ხარ ჩვენთან ერთად და შემოვერთდი შუადღის გუნდს და გახდი ჩვენი გოგო. კი ლოცავ, შემოგევლე. აუცილებელია ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ბავშვის გადარჩენაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმ პროგრამას, რა პროგრამაც არსებობს ჩვენ ქვეყანაში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამა, მერიის პროგრამაც არის, აქ ჯანდაცვის პროგრამაც არის, მოკლედ, ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა აი ამ დაფინანსებაში, რომელმაც სრულად დააფინანსა ეს კურნალობა, მადლობა თითოეულ მათგანს, რადგან თქვენ კიდევ ერთი მომღიმარი ოჯახი შემატეთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ნიკა სწორად აღნიშნა, იმიტომ რომ ასეთ დროს ფინანსები არის ხოლმე ძალიან სამწუხაროდ ესია, მაგრამ ნუ სხვა გზა აღარ არის, მარიამ.
თქვი რამე? ვერაფრით ვერ მოიკრიბა ენერგია. არა უშავს. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა შენ იმისთვის, რომ ესეთი ემოციური და კარგი სიუჟეტი მოგვიმზადე და ერთი სული მაქვს, როდის შემოგიერთდები ხოლმე და როდის მოგვიყვები საინტერესო ამბებს. ძალიან კარგი, მეც მიხარია, რომ შემოგიერთდით და ამ გუნდის წევრი გავხდით და ეს პირველი ეთერი ყველანაირად მიხარია. კეთილი იყოს შენი მობრძანება, ოღონდ ამდენი აღარ გვატირე ხოლმე ცოტა. მეცნები აუცილებლად. გაგაცინებ ხოლმე. ეს არის მორჩა და ავტორი და არა უშავს. კარგი.